I am struggling to express in words just how significant of a discovery this is. ძველი არაბული გამოთქმის მიხედვით ადამიანს დროის ეშინია, დროს კი პირამიდების. ეშინია, რადგან არ სურს მათი სიდიადის გაქრობა. თუმცა გაქრობის ნაცვლად, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი საიდუმლოება იჩენს თავს პირამიდების სიღრმეებიდან. იტალიელმა მეცნიერებმა ფილიპო ბიონდიმ და კორადო მალანგამ ხეოფსის პირამიდის ტომოგრაფიული სურათის მისაღებად გამოიყენეს SAR ტექნოლოგია, რაც იშიფრება როგორც სინთეთიკური აპერტურის რადარი. მისი მუშაობის პრინციპი კი მდგომარეობს შემდეგში. SAR სენსორი უნდა განთავსდეს მოძრავ პლატფორმაზე. ეს შეიძლება იყოს თვითმფრინავი, ხელოვნური თანამგზავრი ან თუნდაც უპილოტო საფრენი აპარატი, დრონი. გიზას პლატოს შემთხვევაში სავარაუდოდ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი იქნა გამოყენებული, რათა დიდი ტერიტორიის დასკანირება ყოფილიყო შესაძლებელი. რადარის სენსორი ასხივებს რადიო ტალღებს მიწისკენ. ამ ტალღებს აქვთ კონკრეტული სიხშირე და სიგრძე. როდესაც რადიო ტალღები მიაღწევენ მიწის ზედაპირს და მის ქვეშ არსებულ სტრუქტურებს, ისინი სხვადასხვაგვარად აირეკლებიან უკან სენსორისკენ. შესაბამისად, არეკლილი ტალღების სიჩქარე, სიხშირე და სიგრძე განსხვავდება ერთმანეთისგან. შემდგომში უკვე შეგროვებული მონაცემები კომპიუტერში მუშავდება რთული ალგორითმების გამოყენებით. ეს ალგორითმები აანალიზებენ ასახულ სიგნალებს, მათი დროის შეფერხებასა და ინტენსივობას, რათა შექმნან დეტალური ორგანზომილებიანი ან სამგანზომილებიანი სურათები. მოკლედ რომ ვთქვათ, SAR-ს შეუძლია შეაღწიოს მიწის ზედაპირის ქვეშ გარკვეულ სიღრმეზე. მას შეუძლია გამოავლინოს მიწისქვეშა სიცარიელეები, ვირაბები, დაფარული სტრუქტურები ან სხვა არამარტივი წარმონაქმნები, რომლებიც არ ჩანს ზედაპირზე. იგივე მეთოდი წელს გიზას პლატოს სკანირებისთვის გამოიყენეს. და თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ პირამიდების მთავარი საიდუმლო მიწის ზემოთ იმალებოდა, ახლა კაცობრიობას ახალი თავსატეხი აქვს და ეს საიდუმლო მიწის ქვეშ უნდა ეძებოს. ხეოფსის პირამიდის ქვეშ პარალელურად განლაგებული 8 სვეტია. თითოეული მათგანი დაღმავალი სპირალური ბილიკითაა გარშემორტყმული. სვეტები თავის მხრივ კვადრატული ფორმის ორ ფუნდამენტზეა განთავსებული, რომელთა სავარაუდო დიაგონალი 80 მეტრს აღემატება და 2 კილომეტრის სიღრმეზეა ჩასული მიწაში. ამ ეტაპზეც და შორეულ მომავალში მხოლოდ ამ სურათებს უნდა დავჯერდეთ. რადგან რთულად წარმოსადგენია, რომ ეგვიპტის მთავრობა ვინმეს ნებას მისცემს, რომ პირამიდების ქვეშ აწარმოოს გათხრები. ამასთანავე, ამ მეთოდით მიღებულ შედეგებს ეჭვის თვალით უყურებს მეინსტრიმ მედია და მეცნიერთა დიდი ნაწილი. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც მიმდინარეობს მსჯელობა. რამდენიმე დღის წინ მკვლევარმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს 4 საათიანი პრეზენტაცია, რომელიც მხოლოდ იტალიურ ენაზეა ჯერჯერობით. და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ინგლისურ ენაზეც შევძლებთ მოსმენას. E guardiamo davanti a un FAS. ვინ, როდის და რა დანიშნულებით შექმნა ეს ნაგებობები? ფაქტია, რომ პირამიდები ფარაონთა განსასვენებლად არ შექმნილა. უფრო მეტიც, არასდროს არავის უპოვია მომიფიცირებული სხეულები გიზას პირამიდებში. ტყუილია ყველაფერი, რაც გვასწავლეს, ან ის, რაც ვიცოდით, ან ის, რაც გვეგონა, რომ ვიცოდით. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მანამდე გავიხსენოთ სრულიად აბსურდული თუ რეალობასთან მიახლოებული თეორიები. ჩემი ფავორიტი თეორია ჯერჯერობით ნიკოლა ტესლას ეკუთვნის. მისი აზრით, პირამიდები უძველესი ენერგოგენერატორები იყო, რომლებიც ულიმიტო სუფთა ენერგიის წყაროს წარმოადგენდა. მან აღმოაჩინა, რომ დედამიწას ელექტრომაგნიტური ენერგიის ბუნებრივი ნაკადები აქვს და თვლიდა, რომ პირამიდები სწორედ ამ ნაკადების შეგროვებისა და გადამუშავებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო შექმნილი. სწორედ ამ თეორიაზე დაყრდნობით შექმნა მან ვარდენკლიფის კოშკი, ასევე ცნობილი როგორც ტესლას კოშკი, ადრეული უსადენო გადამცემის სადგური, რომელიც 1901-დან 1917 წლამდე ფუნქციონირებდა. ეს იყო ამბიციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ტესლას ხედვის დემონსტრირებას უსადენო ენერგიის გადაცემისა და გლობალური კომუნიკაციის შესახებ. ტესლას გრანდიოზული გეგმა მსოფლიო მასშტაბის უსადენო სისტემის შექმნა იყო, მათ შორის უსადენო ტელეკომუნიკაციები, შეტყობინებების, სურათების და ინფორმაციის გადაცემა მთელს მსოფლიოში. ელექტროენერგიის მიწოდება სადენების გარეშე ნებისმიერ ადგილას. არსებითად, ეს უნდა ყოფილიყო გლობალური კომუნიკაციისა და ენერგიის განაწილების ცენტრი. შესაძლებელია, რომ პირამიდების თავდაპირველი დანიშნულებაც დედამიწის ბირთვიდან მომავალი ელექტრომაგნიტური ველების შეგროვება და გადამუშავება იყო. თან გასათვალისწინებელია, რომ პირამიდების მშენებლობაში აქტიურად გამოიყენებოდა კვარცი. როდესაც კვარცის კრისტალს მიეწოდება ელექტრული ძაბვა, ის წამში 32768 ჯერ ვიბრირებს. სწორედ ამ ვიბრაციის ხარჯზე მოძრაობს საათების უმეტესობის მექანიზმები, რაც თავის მხრივ საათის ისრებს ამოძრავებს. შესაძლებელია ეს არსებებიც კვარცის ამ რხევას იყენებდნენ რამე სხვა მიზნით. იმედია მალე გავიგებთ, რა სიგიჟესთან გვაქვს საქმე.
რამდენიმე თვის წინ პირამიდების დასათვალიერებლად ეგვიპტეში მისტერ ბისტი ჩავიდა. ამას რა თქმა უნდა აღმოჩენებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და პირობას ვხვდებ, რომ რომელიმე ვიდეოს აუცილებლად შემოგთავაზებთ ქაიროდან პირამიდების ხედით. კომენტარებში დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ პირამიდებზე და უახლეს აღმოჩენებზე. როგორ გგონიათ? უცხოპლანეტელები